კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდი საგალობელი კონცერტისთვის ემზადება საღამო 21 ივნის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდნენ ნათლულების გუნდის ხელმძღვანელი ლოტბარი მაია მიქაბერიძე და ხალხური საკრავების პედაგოგი გიორგი შაროვი. მოგესალმებით და არაჩვეულებრივი წევრები ნათლულთა გუნდის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ბავშვებო, თქვენ განსაკუთრებით დიდი მადლობა. ვიდრე საუბარს დავიწყებთ, მინდა რომ ბავშვებს დაუთმოთ ახლა ჩვენ სცენა და ეკრანი და ის განსხვავებული ფორმატით არიან დღეს წარმოდგენილები, საკრავებით, შესრულდება მუსიკალური ნომერი და გისმენთ. დიდი მადლობა. ერთი ცეკვა კი მოუხდებოდა ისე ამ არაჩვეულებრივ მუსიკალურ ნომერს. დიდი სტუდია რო გექნებათ ცეკვას. სხვა დროს მე მგონი რომ რაღაცა სინთეზი უნდა მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მაია, სიახლე გაქვთ, ვიცი, ახალი საკონცერტო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც პირველი კონცერტისთვის ემზადება და 21 ივნის, როგორც აღნიშნეთ, დასაწყისში გაიმართება ეს კონცერტი თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. აი მოგვიყევით კონცერტის საკონცერტო ჯგუფის შექმნის შესახებ, აი ამ სიახლის შესახებ და ასევე იმ კონცერტის შესახებაც, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და რომლისთვისაც თქვენ ემზადებთ. მოგეხსენებათ სურველები ჩვენთან გუნდში სიმღერის ბევრია და შესაბამისად რაოდენობა მოითხოვა ის, რომ ცალკე ჯგუფი ჩამოყალიბებულიყო საკონცერტო ჯგუფი. პირველ ჯგუფს, რომლებიც 10 წლის წინ დაიწყეს სიმღერა გალობა, დიდი გამოცდილება აქვთ, ხო, ეს ახალი ჯგუფი, რომელიც 2 წელია რაც აი ასეთი საკონცერტო ჯგუფის სახით ყალიბდება, მათი სითამამისთვის, მათი გამოცდილებისთვის გადავწყვიტეთ, რომ 21 ივნისი მთლიანად დაეთმოთ მათ და ასევე ჩვენ სიახლის ახლა რაც მოისმით ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ესენიც უკვე მეორე წელია რაც ჩამოყალიბდა და გვინდა რომ ჩვენ თვითონ ჩვენი თავის გამოვცადოთ და წავდგეთ მაყურებლის წინაშე. ესეთ აკადემიურ სივრცეში, როგორიც არის ეროვნული ბიბლიოთეკა, მართლაც განსხვავებული სივრცეა. მადლობა მინდა გადაუხადო პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს კონსტანტინ გამსახურდიას, ბატონ კონსტანტინეს, რომ დაგვითმო ეს სივრცე, აი ეს არაჩვეულებრივი დარბაზი და ჩვენც ვცდებით, რომ სათანადოდ წარვსდგეთ მაყურებლის წინაშე. აი ბატონ გიორგისაც ვთხოვთ, რომ რამდენიმე სიტყვით კონცერტთან დაკავშირებით გითხრას, როგორია სამზადისი? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მადლობა არ შემიძლია თქვა ქალბატონი მაიას მიმართ, მისი ოჯახის მიმართ, რომელიც მრავალი წლებია ერთგულად ემსახურება ქართულ ხალხურ სიმღერას და აყვარებს ასევე მომავალ თაობას ამ საქმიანობას. კონცერტის სამზადის რაც შეეხება ეს უმაღლესი საშემსრულებლო კულტურის მქონე გუნდია და შესაბამისად საპასუხისმგებლოა და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. და ეს საკრავები ესე უხვად წარმოდგენილი სიახლეა ესეც, ხო? ეს არის სწორედ გიორგის დამსახურება, ჩვენი
პედაგოგის, ახალგაზრდა პედაგოგის, რომელიც არამხოლოდ ასწავლის დაკვრას, თვითონ არის პიროვნულად მაგალითი წესიერების, მოგრძალების და რა ვიცი, რაც ძალიან იშვიათია დღეს უკვე რეალობაში და აი ეს უკვე სიმრავლე გამოიწვია იმან რომ მსურველები ბევრი არიან, აქ ნაწილია წარმოდგენილი იმ ბავშვებიდან, რომლებიც დაკავებული არიან ამ საკრავების გუნდის შემადგენლობაში და აი ეს სიახლე გამოიწვია სწორედ იმან, რომ რაოდენობაც გაიყო ორ ნაწილად შეიძლება ასე ითქვას და ეხლა დღეს ამ სიახლით შემოგიერთდით არა სიმღერით, მხოლოდ დაკვრით წარდგებით ჩვენი მსმენელის წინაშე დღეს პირდაპირ ეთერში. როგორი რეპერტუარით წარდგებით მსმენელისა და მაყურებლის წინაშე? სხვადასხვა კუთხის სიმღერები, რა თქმა უნდა, საგალობლები. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ღონისძიება, რასაკვირველია, ეძღვნება უწმიდეს და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნას. და ეს დღეც იქნება მის და მიმიძღვნილი რეპერტუარით შესაბამისად იქნება ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, ხალხური საკრავები. და კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რასაც უკვე სიურპრიზი გვაქვს და უნდა მოვბრძანდნენ და იქ უნდა ნახონ. ჩვენ არ გაგვიმხელთ? აუცილებლად გაგიმხელთ. კონცერტზე გაგვიმხელთ. შემდეგ 21 ივნის. 21 ივნის მოვბრძანდით ეროვნულ ბიბლიოთეკაში 5 საათზე კვირა არის და მე მგონი ყველა შეძლებთ მოვბრძანებას. და კიდევ ერთი მუსიკალური ნომრის შესრულება მინდა რომ გთხოვოთ. რა შეგვისრულებთ რომ გითხრათ? რა შევასრულებთ? ხორუმს შევასრულებთ. ხორუმსაც მოუხდება ცეკვა. მაგრამ სხვა დროს შესაძლებელია რომ ცეკვაც და სიმღერაც ერთად იყოს. მაია, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. გთხოვოთ ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს ხელმძღვანელთან ერთად რომ შეასრულოს ხორუმი.